ღამით განგაშის სირენების ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქ თელ-ავივსა და იერუსალიმში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ისრაელის მიმართულებით იემენიდან რაკეტები გაუშვეს. ისრაელმა სამხედროებმა რაკეტების უმეტესობა მის საჰაერო სივრცეში შესვლამდე გაანადგურა. რამდენიმე რაკეტა იერუსალიმში ჩავარდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. ჰუსიტების სამხედრო სპიკერის განცხადებით, მათ იერიში ბენ-გურიონის აეროპორტზე მიიტანეს. მათი მიზანი კი პალესტინელი ხალხის დაცვა და დახმარებაა. პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და დასაცავად და ღაზის სექტორში კრიმინალური სიონისტი მტრის მიერ ჩვენი ძმების წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა ჟლეტის საპასუხოდ იემენის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ქალაქ იაფაში ბენ-გურიონის აეროპორტზე ზებგერითი ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ალაჰის წყალობით ოპერაციამ დასახული მიზნები წარმატებით შეასრულა. ხუთშაბათს მომხდარი საჰაერო იერიში ისრაელის მხრიდან იემენში ჰუსიტებზე თავდასხმას მოჰყვა. ოთხშაბათს იემენის დედაქალაქში სანაში ისრაელელმა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა რამდენჯერმე შეუტიეს ჰუსიტების ბანაკებს. ამერიკელმა სამხედროებმა ჰუსიტებზე იერიშები სამშაბათ ღამითაც მიიტანეს. ჩვენი შეიარაღებული ძალების ზედიზედ მეხუთე დღე ალაჰის დახმარებით აგრძელებენ და აქტიურად უპირისპირდებიან ამერიკულ აგრესიას იემენის წინააღმდეგ. გასულ საათებში მათ დედაქალაქ სანაში და რამდენიმე სხვა პროვინციაში სამიზნეში სამოქალაქო ობიექტები ამოიღეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღეებში ამერიკისა და ისრაელის შეტევების შედეგად იემენში 53 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში მყოფ ჰუსიტებზე იერიშების მიტანა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა ისრაელსა და რეგიონში ამერიკულ სამხედრო ხომალდებს შეუტიეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ამერიკულმა იერიშებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჰუსიტ ბარბაროსებს. მან ჰუსიტების გააქტიურება ირანულ დაფინანსებას დაუკავშირა და ირანი გააფრთხილა ჰუსიტებს შეიარაღებაში არ დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის პასუხს მიიღებს.